ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5-ზე. ერთმა მშვიდობა მოგმადლოთ ძვირფასო რადიო მსმენელებო, წყალობა და კურთხევა. გესაუბრებით დეკანოზი კონსტანტინე ჭინჭარაძე. წმინდა დიდი მარხვის მეორე კვირიაკეს გრიგოლ პალამას ხსენებას აღნიშნავს დედა ეკლესია. მისი ცხოვრება, სწავლება უაღრესად მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. შემთხვევით არ დაწესდა გრიგოლ პალამას ხსენება წმინდა მარხვის მეორე კვირიაკეს და წმინდა მამები ამასაც ამბობდნენ, რომ არის ერთგვარი გაგრძელება მართლმადიდებლობის ზეიმისა, რომელიც აღინიშნა პირველ კვირას მარხვის პირველ კვირიაკესა. ესე იგი, წმინდა გრიგოლ პალამა მე-14 საუკუნის მოღვაწე გახლავთ და ის კეთილმორწმუნე მართლმადიდებლურ ოჯახში დაიბადა, რომლის მშობლები იყვნენ წარჩინებული მდიდარი ადამიანები, მეფის კარზე მოღვაწეობდნენ. თავად გრიგოლ პალამასაც ჰქონდა ეს პერსპექტივა, ასე თქვათ, რომ ყოფილიყო იმპერატორის კარზე ერთ-ერთი წარმოჩენილი და თვალსაჩინო პიროვნება. ამისი ყველანაირი მონაცემები მას ჰქონდა, როგორც პატივი დიდგვაროვნებისა, ასევე განათლება სათანადო და მეფის კარზე სიახლოვე. ყოველივე ეს მის ხელთ იყო, ასე ვთქვათ, მაგრამ სულ სხვა გზა აირჩია წმინდანმა, მოღვაწეობრივი, ასკეტური, განმარტოვებითი გზა და ვიცით, რომ 1340 წელს წმინდანი ტოვებს კონსტანტინოპოლს და მიეშურება ათონის მთისკენ, სადაც იწყებს ასეთ ასკეტურ მოღვაწეობას. იქვე ვიცით ჩვენ, რომ წმინდა გრიგოლ პალამა გაიცნობს ისეთ ასკეტურ ცხოვრების წესს, რასაც ქვია ისიხაზმი, ანუ იესოს ლოცვის ღვაწლი და ის გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი ესეთი ავტორიტეტი აი ამ საკითხების განხილვაში, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მოღვაწეობა ქვია, რასაც ისიხაზმი ასწავლიდა. ეს იყო იესოს ლოცვის სწავლება, სადაც შინაგანი სამყაროს ფერისცვალება ხდება სულიერი და სადაც წმინდა მამები გრიგოლ პალამას მეთაურობით ამბობდნენ, რომ ენერგია, მადლი, რომელიც გარდამოდის ადამიანზე სწორედ აი ამ მოღვაწეობის შედეგად, ის არის საღვთო მადლი და ამას ეწინააღმდეგებოდა ვარლამ კალამბრიელი, ერთ-ერთი თეოლოგი რაციონალისტი, რომელიც ამბობდა, რომ საღვთო ენერგიას ზოგადად, რომელიც გამოიყოფა ლოცვის დროს და ზოგადად სულიერ ასპექტებში არანაირი საღვთო მადლი არ იყოფა, არამედ რაციონალურად უდგებოდა აი ამ საკითხებს. შესაბამისად გაჩნდა აზრი ერეტიკული ვარლამ კალამბრიელის ცხოვრებაში, რომელმაც დიდი კამათები გამოიწვია იმ ეპოქის ქრისტიანებში. ანუ გრიგოლ პალამას და მის მომხრე სასულიერო პირებს უწოდებდნენ მრავალღმერთიანობის თაყვანისმცემლებად, იმიტომ რომ თითქოს და იმ ენერგიას, რომელიც ისინი ამბობდნენ, რომ თაბორის ნათელი, ეს არის ღვთაებრივი ფერისცვალება, რომელიც ხდება ადამიანში სწორედ მადლის მეშვეობით, ეს საღვთო მადლია და ამას ისინი მრავალღმერთიანობად უთვლიდნენ წმინდა გრიგოლ პალამას. შედეგად ვიცით, რომ მის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გაიმართა, დიდი დევნა იყო ამ უდიდესი წმინდანისა, მათ შორის როგორც იმპერატორების, ისე თვით პატრიარქების მხრიდანაც კი. ვიცით, რომ გალის ძმა მაგალითად მოიწვია რამოდენიმე კრება, რომელშიც მას ბრალი დასდო მრავალღმერთიანობაში, არაერთგზის იქნა ის განდევნილი ეკლესიიდან, საბრალდებო დასკვნების შედეგად, არასწორი საბრალდებო დასკვნების შედეგად მას გამოუტანეს არაერთი არასწორი არამართებული განაჩენი
ეს 8 წლი მან ბოლომდე იტვირთა, შეიძლება ითქვას, მან მიატოვა ათონური სიმშვიდე. შემდეგ ის იყო მოგეხსენებათ თესალონიკის მთავარეპისკოპოსი, მაგრამ არაცალეს მოკლედ 7 წყნარი მოღვაწეობრივი ცხოვრება და მუდმივად უწევდა კონსტანტინოპოლში ჩასვლაც, ხან საბრალდებო დასკვნას ახორციელებდნენ მის წინააღმდეგ, ხან კიდე რა შეთქმულებებს და ღალატი, ასე ვთქვათ, მართლმადიდებლობისა, სწორედ მათ შორის უაღლესი იერარქების მხრიდანაც განხორციელდა ამ დიდი წმინდანის წინააღმდეგ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ თვით მის ცხოვრებაშივე მოხდა მისივე გამართლება, უკვე მართლმადიდებელი იმპერატორის ზეობის დროს, რომელიც მისწავლებას აღიარებდა და მიიჩნევდა, რომ ის იყო მართლმადიდებლური და მან მოიწვია სწორედ კრება, რომელშიც იქნა ეს ვლახერნის კრება 1351 წელს, რომელზეც საზეიმოდ იქნა აღიარებული გრიგოლ პალამას სწავლება, ანუ ეგრეთ წოდებული პალამიზმი, რომელიც გამოცხადდა მართლმადიდებლურ სწავლებად და იქნა საზეიმოდ მიღებული ეკლესიის მიერ. ხოლო წმინდანის გარდაცვალების შემდეგ მალევე მოხდა მისი წმინდანად აღიარება, როგორც სვეტიცა და სიმტკიცისა, ჭეშმარიტებისა, ესე ბრძანებს ტროპარი, რომელშიც წერია, რომ მართლმადიდებლობის სასანთლია ეკლესიის სიმტკიცე, მოძღვარი მონაზონთა სამკაური, ღვთისმეტყველების მებრძოლი უბრძოლელი, საკველმოქმედი გრიგოლი თესალონიკელის სიკადული, მქადაგებელი საღვთოსა მადლისა და ევედრე მარდის ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა. აი ესეთია მოკლედ მისი ისტორია, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ურჩევდი, რომ სიღრმისეულად გაეცნოს იმ ცხოვრების პერიპეტიებს, რაც მას გადახდა, რა შეიძლება ადამიანს გადახდეს თავს სულიერი თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ეს საღვთო მადლის მქადაგებლობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღესაც ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს რაციონალური მიდგომა, რომელიც ვარლამ კალამბრიელს ჰქონდა, ხომ, ზოგადად საღვთო მადლის მიმართ და ზოგადად ლოცვის მიმართ თუ ტაძარში სიარულთან დაკავშირებითაც კი, იგივე ხატთა ყვანისმცემლობასთან დაკავშირებითაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესები ოღონდ სხვაგვარად აისახა, დღესაც კი აისახა სულიერ ცხოვრებაში ნეგატიურად, მაშინ როცა არა მართლმადიდებლური სწავლების და სულისკვეთების თანახმად მოქმედებს, თქვათ, სასულიერო პირებიც კი, არამედ როცა უფრო ვარლამ კალამბრიელს ემსგავსებიან თავის შეხედულებებში, ვიდრე წმინდა გრიგოლ პალამას. გულისხმობთ იმას, რომ აი ამ ვირუსების დროს მოხდა არაერთ ადგილობრივ ეკლესიაში ნაწილობრივ ზოგიერთ გამოვლინება ჩვენთანც იყო იმისა, რომ მაგალითად ეკლესიაში ზიარებაც კი გამოცხადდა გადამდებად, ხომ? იყო ესეთი შემთხვევები, როცა თვითონ სასულიერო პირებიც კი ამბობდნენ ამის შესაძლებლობას. ამაზეა საუბარი, რომ შეიძლება ვირუსი გადაგედოს, ანუ სიწმინდესთან მიახლებით ადამიანები გვეუბნებიან, რომ თურმე შეიძლება გადაგვედოს ვირუსი. და აი ამ კუთხით მნიშვნელოვანია წმინდა გრიგოლ პალამას ცხოვრებაში ერთი ეპიზოდი, კერძოდ იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც ის რამოდენიმე ხანი ლემნოსის კუნძულის, ქალაქ ლემნოსის ეპისკოპოსად იქნა დანიშნული. ეს იყო მისი დევნის პერიოდი, შეიძლება ითქვას და არ ხერხდებოდა მისი თესალონიკში ჩამოყვანა და ლემნოს მაშინ არ ყავდა ეპისკოპოსი და დროებით განაწესეს აი ამ ლემნოსის ეპისკოპოსად წმინდა გრიგოლ პალამა. დროებითი მოვლენა იყო, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ იქ იყო სერიოზული ეპიდემია, ეს არ იყო ჭირის დონის ეპიდემია, მაგრამ კლავდა ხალხს ეს ეპიდემია, რაღაც ნიშანდობლივია, რაღაც შედარებითად თუ ვიტყვით
თანამედროვე ვირუსთან რომ შევადარო დაახლოებით ალბათ ესეთი შეიძლება უფრო ძლიერიც ეთყობა უფრო ძლიერიც იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი მოუკვდა იმ ქალაქში და როგორც კი შეიტყო რომ აი ესეთი ვირუსი გავცედა და მყისიერად კლავდა ადამიანებს მან მიაშურა აი ამ ქალაქისკენ ექიმები ზოგიერთი ვინც შემართებით იყვნენ და ქრისტიანულად უდგებოდნენ საკითხს მას გაყვნენ ნაწილი არ გაყვა მას იმიტომ რომ ბუნებრივია შეეშინდა და მოხდა ესეთი რამ როგორც კი ის ქალაქს უახლოვდებოდა თავის მეახლებთან ერთად და მათ შორის იყვნენ ექიმებიც ხომ ეს ექიმებმა იგზნეს რაღაც ცუდი ხაერი და ზოგიერთი ხდებოდა ცუდად იქვე და მაშინ გრიგოლ პავლამას ლოცვით ეს ექიმები განიკურნენ იქვე და განაგრძეს გზა და აი ამ ქალაქიდან გამოსული ხალხი, რომლებიც ასევე დავირუსებული იყვნენ, შეიძლება ითქვას, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ, ისინი გრიგოლ პავლამასთან ერთად იდგნენ და უпростоრად გრიგოლ პავლამა იდგა მათთან ერთად, აი ამ ხალხში, ვინც იყო რეალურად ქალაქში დასნეულებული, აი ამ ხალხთან ერთად ესე უშიშრად იდგა და ლოცულობდა და რითაც მოხდა აი ამ ქალაქის გადარჩენა, ანუ იმ ნაწილისა, ვინც აი ამ დავირუსებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჩვენ აი ეს მაგალითი წმინდა გრიგოლ პავლამას ცხოვრებიდან და ისეთივე მაგალითი სხვა წმინდანების ცხოვრებაშიც არის, ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ორი ასპექტი აქვს, ხო, როგორც გითხარით, აი ამ გრიგოლ პავლამას ცხოვრებას ჩვენ ორი კუთხით განვიხილავთ, ერთი მისი საღვთისმეტყველო და ასკეტური მიმართულება, რომელიც ამბობდა, რომ ის მადლი, რომელიც ლოცვის შედეგად მოდის აი ამ ისიხასთ მამებზე, ეს საღვთო მადლია თვით ღმერთი მოქმედებს იქ და აი ეს გარემოება სწორედ არის ის თავარი საწინდარი, რითაც ხდება ადამიანის სულიერი განხრობა და ზე აღმატებულ მდგომარეობაში ადამიანის აყვანა. მაგრამ რაციონალური მიდგომით საღვთო მადლი სულაც არანაირ კავშირში არ იმყოფება მის სულიერ ცხოვრებასთან, მის ფიზიკურ ცხოვრებასთან და შესაბამისად ის ურწმუნოდ, აი ესეთი რაციონალურად უდგება აი ამ საკითხს. ანუ აქ ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ორ გვარ დამოკიდებულებას. ერთი, როცა ადამიანი უდგება აი ამ საკითხს, როგორც დიდ განსაცდელს ვირუსს გულისხმობ ჩვენ, რომელიც მოევლინა საზოგადოებას, ნახეთ, დღეს მარტო არ ყოფილა ეს, ხო? აგერ მაგალითისთვის მოვიყვანეთ ლემნოსზე დაავადება იყო, ხო? მანამდე ჭირი იყო, კიდე სხვა გრიპი იყო, რომელმაც უამრავი ადამიანი მოკლა. ანუ ზოგადად კაცობრიობაში ეს ვირუსების ასეთი დაშვება ღვთისაგან ხდებოდა. მაგრამ ნახეთ დამოკიდებულება თავარი ჩვენი, ანუ ეკლესიის დამოკიდებულება როგორი იყო, როგორი იქცევა წმინდა მამა და მორწმუნე ადამიანი ვირუსთან შეჯახების დროს. ანუ თავარი ჩვენ იმის თქმა გვსურს, რომ ურწმუნოების ვირუსი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ნამდვილი კორონავირუსი, თქვა, როდესაც ის ვირუსი ადამიანის სულიერ მდგომარეობას ანადგურებს. ანუ მორწმუნე ადამიანს გულისხმობ ჩვენ, მით უფრო როდესაც ის ესეთი რაციონალური მიდგომით ანადგურებს თვით სასულიერო პირებსაც კი, რომლებიც გძალავენ შემდეგ ეკლესიაში მისვლას, ჩაკეტავენ ხოლმე ეკლესიებს, შემწყაროთ ესეთი რამ ჩვენთანაც მოხდა, ან ხატებს იღებენ და ჯვრებს არაძლევენ ადამიანებს მთხოვების საშუალებას, რომ ვირუსი სწორედ სიწმინდესთან მიახლებით გადაგედებაო, ეს არის ერთგვარი ხატმებრძოლეობაც, როცა ადამიანი აი ამ უდიდეს კრეხელობამდე მიდის, რომ შეიძლება ადამიანს ზიარების შედეგად ან სიწმინდესთან მიახლების შედეგად კი არ განიკურნო, არამედ დასნეულდეს სნეულებებით, რაც ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. რა თქმა უნდა, გადადება ხდება ადამიანის
შეიძლება გადადოს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის ეკლესიაში, ეს სხვა რამეა. ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ სიწმინდესთან მიახლებით, როცა ჩვენ გსურს, რომ გამტკიცდეთ წმენაში და განვიკურნოთ და ამისთვის ვეზიარებით და ამისთვის ვეახლებით სიწმინდეს, ამ დროს გვეუბნებიან, რომ თურმე შეიძლება დავირუსთეთ ამას, როცა სასულიერო პირი გვეუბნება, ცოტა არ იყოს უცნაურიც გახლავთ. ანუ ეკლესიას აქვს ესეთი მოწოდება ყოველთვის, რომ იყოს აღმატებული ამ ყოველივეზე, სულიერ ცხოვრებას ამ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ საიდუმლოებებში თანამონაწილეობით ადამიანი რეალურად განხთობილი ხდება. ცხადია, დასნეულებაც არ არის ისეთი რამ, რომ მართლმორწმუნე თუნდაც ღვთელს თუ ნებისმიერ ადამიანს არ შეეხება, ჩვენ ამას სულაც არ ვამბობთ, შეიძლება დასნეულდეს ადამიანი, შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთზე დიდია რაიმე ვირუსი, ღმერთის მადლზე უფრო მეტად მოქმედებს რაიმე ვირუსი, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დაშვება ხდება ჩვენ ცოდვილებზე, ამა თუ იმ სნეულებისა, ამა თუ იმ ეპიდემიისა, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენც როგორც ხვები ყველა კაცობრიობა ვიმყოფებით ამ დაცემულ მდგომარეობაში. აქ ყველაფერი დაშვებულია. ბრძოლაც სნეულებასთან და სიკვდილიც მოდის, რა თქმა უნდა, ადამიანი იღუპება, მათ შორის ვირუსისგანაც. შეიძლება მოხდეს სიმსივნის შედეგად, შეიძლება მოხდეს ავარიის შედეგად მოკვდეს ადამიანი, ხომ? სხვადასხვა სნეულებას უშვებს, სხვადასხვა გვარია ეს სნეულებები, რომლითაც ადამიანი კვდება. ასე რომ არ შეიძლება თქვა, რომ აი ვირუსი მკვლელია მარტო და ეხლა სხვა რაღაცა არ კლავს, ხო? შეიძლება ნებისმიერ რაღაცამ მოკლას ადამიანი და ამ ქვეყნიური ცხოვრებას მოუვიდა დასასრული და ის უნდა გადავიდეს მარადიულობაში. წმინდა გრიგოლ პალამამ თავისი ცხოვრებით გვაჩვენა ეს საოცარი ნიმუში, ჩვენ ხედავთ, რომ და დღესაც დავინახეთ, რომ თუ ესე მკვლელია ვირუსი, ხომ, მაშინ უამრავ ადამიანს დაემართა და დაგვემართა ეს ვირუსი და ყველანი ხო არ მომკვდარვართ, რა? ანუ ღმერთი უშვებს გარდაცვალებას, ყველაფერი ღვთის ხელთ არის. ღვთის განგების გარეშე თმაც არ ვარდება ადამიანის თავიდან. ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, რომ ღმერთი მუდმივად ზრუნავს ჩვენზე. მუდმივად უყურებს ადამიანის ცხოვრებას, ზრუნავს მის სულიერ წარმატებაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. მაგრამ არის სიტუაციები, როცა დაშვება ხდება დიდი განსაცდელებისა, იმის გამო, რომ კაცობრიობა რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მძიმდება თავის ცოდვილ მდგომარეობაში. და შედეგიც ეს არის, ხომ? სულიერი კურნებაც მოდის იქიდან, როცა ადამიანი განსაცდელების დროს უფრო ჩაფიქრებული ხდება, უფრო სინანულისკენ მოწოდებული ხდება. აი ეს არის განსაცდელის დატვირთვა ზოგადად და თუნდაც ამ ვირუსის დატვირთვაც ეს არის, რომ ადამიანი მიხვდეს თავის სულიერ მდგომარეობას, დაიმდაბლოს თავი, შებრუნდეს ღვთისკენ და განშორდეს ეშმაკისეულ სწავლებებსა და ცხოვრების წესს, რომელიც დღეს ესეთი პოპულარულიც კი გახდა ანტიქრისტიანული ზოგადად ცხოვრების წესი და ეს არის მიზეზი და მიზეზი. და არა ის, რომ შეიძლება ადამიანი ვირუსის გამო მოკვდეს და ამითი ვაბრალოთ ჩვენ ყველას, მათ შორის უდიდეს მკრეხელობასაც ვამბობდეთ, რომ თვითონ ეკლესიაში მოსვლით და ადამიანის ზიარებით თურმე გადაგედება ვირუსი. ეს არის მკრეხელობა ცალსახად და ამ მკრეხელობას ვერასდროს ვერ შეიწყნარებს ეკლესია, თუნდაც ვიღაც სასულიერო პირი ამბობდეს ამა თუ იმ არასწორ აზრებს. ასე რომ ჩვენთვის გრიგოლ პალამას ცხოვრება ორმხრივ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. ის არის უდიდესი ისიხაზმის მასწავლებელი, ანუ იესოს ლოცვის მასწავლებელი და ამბობს, რომ აი ამ შინაგანი მოღვაწეობის შედეგად ადამიანის სულიერი ფერისცვალება ხდება, ანუ თაბორის ნათელით იმოსება ადამიანი. რას ნიშნავს ეს თაბორის ნათელი? აი ის გავწყინებული მდგომარეობა, რომელიც დიდი წმინდა მამებს ჰქონდა, ხო? რაც ესეთივე სულიერი გავწყინება და ასევე ფიზიკური გავწყინებაც ხდებოდა წმინდანების
ცხოვრებაშიც, როცა ისინი ასე თქვა შინაგანად სულიერად ანათებდნენ. ესეთი რამ ვიცით ჩვენ შიომღვიმელის ცხოვრებაშიც გვხვდება, როცა ის ესეთი გაწყინებული სახით ევლინება სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ხედავენ მასში უდიდეს მოღვაწეს და ემოწაფებოდნენ მას. ასევე შეიძლება სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც ამ კუთხით. და მეორე მნიშვნელოვანი რაც თქვით ჩვენ, რომ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აი ამ უდიდეს წმინდანს და სხვა წმინდანებსაც ჩვენ თუ ავიღებთ ნებისმიერ წმინდანის ცხოვრებაში, ეს არის ბასილი დიდთანაც არის კეთროვანთან პირდაპირ შედის და კეთროვანებს კურნავს, მასთან ერთად ცხოვრობს და ივანე კრონშტანტელის ცხოვრებაში ვხედავთ, როცა გემზე არის უამრავი დასნეულებული ეპიდემია იყო და იმ გემის საერთოდ განადგურებას ფიქრობდნენ და კრონშტანტელის ლოცვის შედეგად შევიდა იმ გემზე და განიკურნა მრავალი ადამიანი და არც ერთი არ მომკვდარა, უნდა აღენიშნოს. ნახეთ, როგორი სასწაულები აღესრულებოდა. ეს რატო ხდება ყველაფერი? იმიტომ რომ საღვთო მადლი მოქმედებს. აი ამ საღვთო მადლის მქადაგებელი იყო გრიგოლ პალამა. და აი ეს ვერ დაინახა იმ რაციონალად მოაზროვნე ბალამ კალამბრიელმა თუ აკინდინმა, რომლებიც შემდეგ განიკითხავდნენ მას და იმ საღვთო მადლით იკურნება ადამიანი რეალურად სულიერი და ფიზიკური სნეულებებისაგან, ხოლო რაციონალური მიდგომით ადამიანი შეიძლება იკურნებოდეს, მაგრამ ფიზიკურად, მაგრამ სულიერად შეიძლება აშკარად ზიანს იღებდეს, მაშინ როცა ორივეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ანუ ზოგადად მედიცინა არის და უნდა იყოს ყოველთვის სულიერების ხარდამჭერი და არა მისი მოწინააღმდეგე. არ შეიძლება ჭეშმარიტი მეცნიერება იყოს ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელი და არ თანამუშაკობდნენ და არ თანამოღვაწეობდნენ და ესე ერთობლივად არ აღასრულებდნენ საღვთონებას. იმიტომ რომ თვითონ ექიმიც და მედიცინაც ღვთისგან არის და თუ ის ეწინააღმდეგება ღვთის მადლსა და ღვთისწავლებას, ესე იგი ის არც არის ჭეშმარიტი. ამიტომაც არის ეს პრობლემები დღეს ზოგადად ვირუსთან მიმართებით იქნება ეს თუ ვაქცინასთან მიმართებით. რატო არ იღებს ეჭვით, რატო უყურებს ადამიანები? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც მედიცინური კუთხითაც ნეტად მნიშვნელოვანია, რომელზეც ჩვენთან რატომღაც დუმს ეპიდემიოლოგებიც, რატომღაც არ გვეუსაუბრებიან ამ თემებზე ღიად, უბრალოდ გვეუბნებიან, რომ აუცილებელია თქვენთვის და მაგრამ რა არის ეს და რას იწვევს და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ეს თავადაც არ იციან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისგებლობასაც არავინ არ იღებს იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც ხდება ჩვენს ირგვლივ. ეს ამბობენ, რომ ეს ბუნებრივია, ჩვეულებრივია, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ თან უნდა გაიკეთო ვაქცინა, თან უნდა ატარო მერე პირბადე მაინც, თან უნდა დაიცვა მაინც დისტანცია და საერთოდ აი ამ აბსურდიზმში გვაცხოვრებენ და ყველაფერი ეს იმის ბრალია, რომ ადამიანი რაციონალური უფრო გახდა, ვიდრე სულიერი, ხომ? სულიერი საერთოდ მიუღებელიც კი გახდა და ადამიანი თუ აზროვნებს ეკლესიური მსოფლმხედველობის თანახმად, მას ბნელს უწოდებენ და გაუნათლებელს იმის გამო, რომ აი ესე ბრმად არ ენდობა იმ ვაქცინებს თუ სხვა საშუალებებს, რომლებიც არის დღეს ესე შემოთავაზებული ბრმად ადამიანებისთვის და კაცმა არ იცის რა მიზანსა და გეგმას ისახავს ის. ასე რომ წმინდა გრიგოლის პალამას სწავლების გააზრება ჩვენთვის და მისი ცხოვრების წესის გააზრება დღევანდელ სამყაროში მეტად აქტუალური გახდა და მისი მეუხება არ მოაკლოს ყველა ჩვენთაგანს, ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს, მთელ სამყაროს, იმიტომ რომ ის არის უდიდესი მნათობი ეკლესიის. აი თუ არის გამორჩეული წმინდანები, ხომ? სოფლიო ეკლესიის მნათობებად როცა ვამბობ ჩვენ არიან, როგორიც არის თქვა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი თუ მაქსიმე აღსარებელი თუ მარკუს ეფესელი, ხო იქვე მათ გვერდით არის ისმის გრიგოლ პალამას სახელი, როგორც უდიდესი მნათობისა მსოფლიო ეკლესიისა და მისი მადლი და ძალა ფარავდეს, კურნავდეს
როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ამინ. ღმერთმა დაგლოცო და აგვაძლიეროს. გესაუბრებოდა დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე. მშვიდობა მოგმადლობთ ღმერთმა.